მოვედი ხალხო, მოვედი ბოდიშის მოხდით. ასწორებდი კამერას და აქეთ არის ეტნა და ეხლა რაღაცა სახანძროს ისინი მოძრაობდნენ. ძალიან ხშირი არის უკვე დღეს ძალიან ისე იყო რა ეს ეტნა იფრქვევასავით კი არა, იქით არის ძალიან დიდი ღრუბელი, არ ვიცი რამდენად ხედავთ და მთლიანი ეგ ღრუბელი არის ეტნასგან გამოწეული, რაც აი გაი არ ვიცი. და ლამაზი ხედი წესით უნდა ჩანდეს რა, რაღაცა ლამაზი მაინც გვექნება. იმედი მაქვს ხედში. ნუ დღეს მინდოდა მელაპარაკა ინფლუენსერობაზე. და რამდენად მარტივი გონიათ ხალხს ვიღაცებს, რომ ადამიანი ესე TikTokeri ხდები ან რაღაც ხდები. YouTuberi ან Instagram-ზე რაღაც მოდელი, რა ვიცი. ყველაფერს იდეაში ძალიან ბევრი შრომა ჭირდება რა. და როგორც აი სხვა პროფესიებსაც აქვს ეგეთი ისენი, რომ თითქოს არ ფასდება რა ეგ. და ეგ არის ჩემი აზრით ცოტა არ იყოს და არასწორი. იმიტომ რომ სანამ შენ თვითონ არ იცი რამხელა შრომა იდება სამსახურში რაღაც კონკრეტულ პროფესიაში. იქამდე ვერ მიხვდები უბრალოდ რას შეიძლება წირავდეს ის ადამიანი, ვინც მაგ პროფესიით არის დაკავებული. აი მაგალითად მე ვიყავი მიმტანი რა, 2012 წელს უნივერსიტეტში ვიყავი უკვე მაგ დროს და ვიყავი მიმტანი. და მიმტანი რომ ვიყავი, მაშინ გავიგე, მაშინ დავიწყე უფრო მეტად იმ ადამიანების დაფასება, ვინც მიმტანები იყვნენ რა. შემდეგ რაღაცა სხვა საქმეზე გადავედი, სხვა საქმეში და ესე ყოველთვის ვიგებდი, რომ არავისთვის არ არის მარტივი შრომა რა. მარტივი სამსახური არ არსებობს. ვიღაცებს რო გონიათ ხოლმე, რომ აი დირექტორია კარგად არის, იმ დირექტორებს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ რა. იდეაში პასუხისმგებლობაზე არის ყველაფერი და პასუხისმგებლობის გრძნობაზე, თორე ადამიანი შეიძლება იყოს რაღაცის დირექტორი, მაგრამ უპასუხისმგებლო და ეკიდოს რა რაღაცები. ის შეიძლება ფულს მაინც იღებდეს და ვიღაცებს უწევდეთ მის მაგივრად რაღაც საქმეების შესრულება, მაგრამ იდეაში ამის პასუხისმგებლობა რაც არის, ამან უნდა გააკეთოს რა და მე მაგას ძალიან ვემხრობი, რომ აი ადამიანებში ვისაც რა პასუხისმგებლობა აქვს, ყველამ თავის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მეგობრები უნდა დაგიდგნენ რაღაც პასუხისმგებლობის აღების დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩართულია ვიდეო საერთოდ და ეხლა რო არ შევამოწმო, არ შემიძლია. ისევ ლაპარაკა, არა, ჩართულია. ხო, ბოდიში რა. ესეთი რაღაცები დამემართება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ინერციით ვაკეთებ რაღაცებს რა. აი როგორც სხვა ადამიანები აკეთებენ თავის საქმეში რაღაცებს ინერციით, აი ვიღაცებმა რო იციან, რომ აი მცხოვრებელმა რო იცის, ცომი როგორ უნდა მოზილოს რა. რაღაცას უკვე ხელით ინერციით ყრის ფქვილს რა, ან მარილს და ისე აზავებს, რომ აღარც ჭირდება დაფიქრება რა. მეც ეგრევა რა, აი ხანდახან რაღაცას ისე ვაკეთებ და მე უბრალოდ ვფიქრობ ხოლმე, რომ ხო სწორად ვქენი და ეგეც პასუხისმგებლობაა იდეაში. ინფლუენსერობა მარტივი როცა გონია ხალხს, ანუ შენ როგორც მინიმუმ როცა ინფლუენსერი ხარ, ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, რაც ხალხს დააინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ინფლუენსერობა და შენი კონტენტი არავისთვის არ იქნება საინტერესო და საინტერესო რაღაცის გაკეთება ხალხისთვის. ანუ წარმოიდგინეთ, მე ვარ ადამიანი, ხო, ჩემთვის ცხოვრობ, მაქვს ჩემი ინტერესები და ამ ჩემი ინტერესებით ვფიქრობ რაღაცებს. ჩემი ინტერესების იქით როცა ვიწყებ ფიქრს უკვე, ანუ სხვას რა შეიძლება მოეწონოს, ეს არის უკვე საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლა რა. ისეთ რაღაცაზე იწყებ ფიქრს, რაც იდეაში შენთვის არ არის ის რა, აი ყოველდღიურობა. და ძალიან რთულია, როცა ყოველდღიურობიდან გადიხარ და რაღაცა სხვას ეჭიდები. და როცა ეგრევე ვცდილობთ, რომ რაღაცა ჩვენ იმიდან გავიდეთ ეს იუთუბერები და რაღაცა ისეთი მოვიფიქროთ, რაც თქვენ და გაინტერესებთ, ეგეთ მომენტებში ანუ ძალიან დამღლელი არის რა, ეგეთ მომენტებში მენტალურად ტვინის დონეზე ფიქრით ძალიან ვიღლებით. სცენარისტი ვიყავი მე ძალიან დიდი ხანი იუმორისტული გადაცემების და იუმორისტული რაღაცების. ანუ არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ არსებობდა ეგეთი მანსანკანის გუნდი ჭიათურის მაღაროელი, სადაც მე კეთილები და კიდე ძალიან ბევრი
კარგი სცენარის წერის პატრონი და პლუს კიდე სათამაშო შემსრულებლობის ის იყო რა. ხალხი იყო გაერთიანებული. მე ვიყავი კაპიტანი და ძალიან კარგად ჩავიარეთ ორი სეზონი მითამაშე და ორივე სეზონზე ისეთ რაღაც შევქმნით, რაც ხალხს აინტერესებდა. უბრალოდ იცით რა იყო, მაშინ ჩვენ რაც გვაინტერესებდა იმასაც ვაკეთებდით და პლუს კიდე ხალხის ინტერესებიც გავაერთიანეთ და აი ეგ არის ყველაზე რთული და აი მაგიტომ მოვედი ამ ეტაპამდე, რომ ახლა ვარ მანდ, რომ მე რაც მინდა იმას ვაკეთებ და პლუს მგონია, რომ ვიღაც ხალხს ეს დააინტერესებს. ხო, ესე მარტივად როცა ჩანს, რომ ვიღაც იუთუბერები გულაობენ და სიცილიაზე წავიდნენ, აი თუნდაც ჩვენზე რა, ვიღაცები ხო შეიძლება რომ ფიქრობდნენ, რომ ეგ ადამიანები სიცილიაზე წავიდნენ და ძალიან მარტივია მათთვის ეს ყველა. ეგეთი მარტივიც არ არის, რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო, ანუ ჯერ ყოველ გადაცემაზე ძალიან ბევრი დრო იხარჯება ხოლმე მაფიაში რა. თუნდაც მაფიაში არა, ვიღაც იუთუბერი რო დგება და აი კვირაში ერთხელ რო დებენ ვიდეოს. მან ედიტს სულ არაფერი, გადაღებას ხო ჭირდება რაღაც დრო რა. პლუს თუ აი ვლოგს ვიღებთ ან რაღაცას ჩათვალეთ, რომ სადღაც სამოგზაუროდ როცა მივდივართ და ჩვენ ვლოგს ვიღებთ, ჩვენ ფაქტობრივად სიამოვნებას ვეღარ ვიღებთ, იმიტომ რომ ვერ ვისვენებთ. დასასვენებლად არ მივდივართ იდეაში. იმიტომ რომ ამაზეც ვფიქრობთ, მაინც სამსახურია ჩვენთვის რა. ანუ თქვენთვის შეიძლება იყოს მერე რა, მაინც იფიქრე, მაგრამ არა, ჩვენთვის ხო სამსახურია, ახლა წარმოიდგინეთ ბუღალტერი ხართ და სადღაც მიდიხართ დასასვენებლად და იქაც ბუღალტერიაზე ფიქრობთ. და იქაც ეგ პრობლემები გაწუხებთ და იქაც გიწევთ რაღაცების შევწევა. ეგ ძალიან რთული არის რა. ო ამიტომ ნუ და თქი არა და ისეთი რაღაცები უნდა მონახოთ ცხოვრებაში, რაც თქვენს გაინტერესებთ და პლუს ისე ცხოვრების საშუალებას მოგცემთ, რომ თავისუფლად იცხოვროთ და ფული გქონდეთ რა. ფული თან იმ დოზით არ არის ინფლუენსერებში, რა დოზითაც ჩანს. იმიტომ რომ ეხლა ვიღაც დაუშვათ რესტორანი, რომ ვიღაც სადღაც პატიჟებს, ძალიან იშვიათია, რომ მაგაში ჩვენ თანხა შემოგთავაზონ ხოლმე რა. აი მე პირადად რა, ჩემი გადმოსახედიდან ვსაუბრობ, ვიღაცებზე არ ვიცი. ანუ მე რო რესტორანი მეპატიჟება რაღაც, მე უბნებო რომ აი მოდი და გაჭმევა. ანუ როგორღაც ანუ არასწორია ეგ რა. ჩემი აზრით ეგ არის არასწორი. იმიტომ რომ ვიღაც ადამიანმა თავის შრომა უნდა ჩადოს, თავის ნაწვალები ეს პლატფორმა ხო ეგრევე არ გაქვს რა. მაგ პლატფორმაზე ხო ადიხარ როგორღაცა, იმიტომ რომ ყოველდღიური შრომა გჭირდება მაგისთვის რა. აი მე გავაგრძელებ წეღანაც დავიწყე. ცოტა გაქცეულად ლაპარაკობ, მაგრამ იმედია გესმით ყველაფერი. ანუ ეს პლატფორმა თავიდანვე ხო არ ქონდა. შენ ხო გინდა არ გინდა რაღაც შრომა ჩადე. და ეს შრომა რო ჩავდე, მაგის საფასურია ის ყველაფერი, რომ შენ გინდა რომ შენი რეკლამა ასე მარტივად გაუშვა რა ამდენ ადამიანში. ხო და მაგის გამო უნდა ცოტა შეურაცხყოფელიც მგონია მე ხა მაგალითად ვიღაცა რო ფიქრობს რომ ჩემი რეკლამა ღირს 2 ცალი შაურმა რა. ანუ ჩემთან რეკლამა 2 ცალი შაურმა რატომ უნდა ღირდეს? ანუ მე ეგრე რო ვიცხოვრო, მე მაშინ ყოველდღიურად უნდა რეკლამა გავაკეთო რაღაცის და ყოველდღიურად 2 ცალი შაურმა მივიღო. ეგ ხო არ გამოდის სწორი, იმიტომ რომ ყოველდღიურად რეკლამას რო იხდიან, რეკლამას რო იღებ, შენ ხო ყოველდღიურად იხარჯები და 2 შაურმის ფასი შრომა დღიურად შესაძლებელია რომ იყოს, მაგრამ მე ხო არ მინდა შაურმა, მე ხო სხვა ხარჯებიც უნდა მქონდეს რა, ანუ რაღაც სხვა ხარჯიც ხო, ედიტი იცით, აი საკმაოდ ძვირი ღირს რა. როდესაც ვიდეოს დაედიტება გინდა, ძალიან ცოტანი არიან ისინი, კარგი ედიტორები. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ცოტა ვიცი რა, 10 ადამიანი ვიცი და ეს 10 ადამიანი თავის შესაფერის იმას ითხოვს რა. დოინდან გამომდინარე და იმიდან გამომდინარე. მე ჩერი მყავდა, ჩერი ძალიან კომფორტული იყო. ჩემთან და ყველაფერში მეხმარებოდა და ყოველთვის ცდილობდა რომ გვერდში მდგომოდა ხოლმე, даже მატერიალური კუთხით თვითონაც ის არ ქონდა რომ არ აი დღეს მჭირდებას არ მეუბნებოდა არასდროს რა. და 15 წლის ბავშვი ეგრე რო შვება, ეგ უკვე აი ძალიან ტოპი არის რა. თან მე და ჩერის ძმაკაცობაცში გადაგვივიდა უკვე.
გინდა არ გინდა რა, ისე ვიყავით ერთმანეთთან, თან აი ისეთ მომენტებს ხო ჭრიდით, რაც იდეაში არ იყო დასადები, ან ჩვენ ვფიქრობდით, რომ დასადები არ იყო იმ ეტაპზე შეიძლება ვფიქრობდი ეგრე. მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი სიტყვა, რასაც ვიტყვი, თქვენამდე უნდა მოვიდეს და ეგ უნდა გაიგოთ რა. ეხლა ცოტა წუნივით გამომივიდა მე მგონი, მაგრამ ნუ იმას გულისხმობ, რომ ვიღაცებს არ უნდა ეგონოთ, რომ ჩვენი შრომა არის ძალიან მარტივი რა. იმიტომ რომ ცოტა შეურაცხყოფელია. მე რო ვცდილობ და ვშრომობ რაღაც, აი ვიღაც ადამიანი რო ცდილობს და შრომობს და მე ჰარვარდში აბარებს, ხო დასაფასებელი არის. მე ხა მაგალითად აი სამი უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ორი წელი დიპლომი მაქვს აღებული, ოღონდ უნივერსიტეტიდან გამოტანილი არ მაქვს. იდოს იქ რა, მაინც არაფერში არ მჭირდება, იმიტომ რომ ჩემი აზრით მე რა პროფესიებზეც ვსწავლობდი, მაგითი ბევრს ვერაფერს ვერ მივახცევდი. მაგიტომ მგონია რომ უნივერსიტეტებში ცოტა სხვანაირად უნდა იყოს ჩაბარების სტილი. მე მგონია რომ ძალიან ადრეა 18 წელი ჩაბარებისთვის. თან მე მით უმეტეს 16 წლის ვიყავით 17-ს რო ჩავაბარე და როგორ ვიოფლებ. მაგრამ იმედია არ მიწყენთ. ჩემი ბრალი არ არის ძალიან ცხელა აქ 33 გრადუსში ვხედავთ მე და ჩემი ტელეფონი და ეტნას უყურებთ. კი არა თქვენ უყურებთ ეტნას. ხო და მე 17 წელს ასაკში ჩავაბარე უნივერსიტეტში და მაშინ არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, რომ რა შეიძლება და მდომებოდა რა. მე ყველაფერი გავიაზრე და ახლობით 23 ან 24 წლის ასაკში უფრო. და შეიძლება უფრო გვიანაც რა, რომ აი რისი კეთება მინდა ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში კი იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და ძალიან მიყვარს. ადრე ბექში მიყვარდა უფრო ყოფნა ხოლმე და ეხა ანუ გადაღების უკანა მხარეს, რომელიც არავისთვის არ არის ნახვადი რა, ვერავინ რო ვერ ნახავს ისეთ მხარეში სტაფის წევრობა მომწონდა ხოლმე. ეხლა წინაც რო ვარ ხოლმე ცოტათი ეგ მომწონს და ბევრად უფრო უკეთესად გძნობ თავს მე მგონი. თან ჩემი რაღაცებიც ვიღაც ადამიანებმა, ყოველ შემთხვევაში ჩემი და ლენკასი ვიღაცებმა ძალიან შეიყვარეს და ძალიან დიდი მადლობა მაგ ყველაფრისთვის რა. აუ როგორი რთულია, ეხლა ვფიქრობ, რომ გაწყენინე. აი ნებისმიერი ვინც არ უნდა მიყურებდა, ეხლა ვფიქრობ, რომ გაწყენინე, რომ იმდენ საინტერესო არ შეიძლება არ გამომივიდა, ანუ რა თემაც დავიწყე, იმ თემასაც მოვშორდი, ძალიან არეულად ვარ და ცოტა წინს ხოლმე ესეთი რაღაცები რომ მემართება, მაგრამ გაუჩერებლი ლაპარაკი არის ის, რაც უბრალოს ხდის ჩვენს კომუნიკაციას რა, ანუ მე რო შენ გელაპარაკები, ახლა გაუჩერებლად რო ლაპარაკობ, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მე ფიქრისთვის დრო არ რჩება რა, ეგრევე გელაპარაკები. და ეგრევე რომ საუბრობ, ეგ უფრო ადამიანურია რა. ძალიან მომწონს ეს ადამიანური რაღაცები. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიღაც ადამიანები ახლა სხედხართ და ამ ყველაფერს უყურებთ რა. ხო, საბოლოო ჯამში იმას გულისხმობ, რომ უბრალოდ აი წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა დამჯდარიყო 25 ადამიანის წამოყვანა სიცილიაზე. რო ფიქრობენ, რომ რაღაცა მაყუთი მაგრა იშოვება ინფლუენსერობაში. ეს მაყუთი უკან თუ არ ჩაბრუნდა, ჩვენ უკეთეს შედეგს ვერ დავდებთ. ჩვენ თუ უკეთეს შედეგი ვერ დავდეთ, თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ ერთი და იგივე ანუ რო არ ვითარდება ეგეთი რაღაცის ყურება. ანუ ეხა მე რო ეხა ვლუყუნებ დაუშვათ მეოთხე გადაცემა ხო არის ეს? ხვალ რო იქნება მეხუთე გადაცემა არ არის. მეოთხე საუბარი ხო არის ეს? ხვალ ხო იქნება მეხუთე და მეხუთეში ცოტა უფრო წინ თუ არ ვიყავით თქვენი აზრით. თქვენ შეიძლება რომ ჩემი ყურების სურვილი გაგიქრეთ რა. ეს ყველაფერი ვიცით, დადასტურებულია, ფაქტები გვიდევს რა. მაგრამ ძალიან კარგად მივდივართ და ძალიან დიდი მადლობა ამ ეტაპისთვის ახლა რაც არის დაახლოებით 870 გამომწერი მყავდა. რაც ძალიან კარგი შედეგია. იდეაში დღეს უნდა დავდო მესამე და ეს უნდა დავდო ხვალ. ხო და აქედან გამომდინარე კარგად მივდივართ რა, მხოლოდ 2 ვიდეოა, 870 გამომწერი ძალიან კაი. ხთენ და თავჯიგა დღეს თან აი ესეთ რაღაცებს ჭრიდი ხოლმე ადრე რა, ენა რომ მეოდა და მე გეგულა რაღაცებს რო ვაკეთებდი ხოლმე. არ არის ამოსაჭრელი რა, არ არის საჭირო მაგეების ამოჭრა რა. ეგენი უნდა იყოს, უნდა იარსებოს, უნდა ხედავდეთ რომ აი მე ნორმალური ადამიანი ვარ, რომელსაც ენა ებმის რა, ეს ძალიან გასწონასწორებული და ეს დავარცხნი როჟა არ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისეთი როგორც აი ნებისმიერი რა, ვიღაცა ქუჩაში რო შეგხვდეს. და აი რაღაცა ყველანაირი. რა ვიცი, ცოტა ისეთი.
და გიჟი კარგი სიტყვა არის მაგისტრის რა. მე არ მომწონს ხოლმე რომ გიჟს ნეგატიურად როცა იყენებენ, იმიტომ რომ გიჟები ვისაც გიჟა დახასიათებდნენ, ჩემთვის ყოველთვის კარგი ადამიანები იყვნენ. აი მაგალითად გალაქტიონზე იძახდნენ რომ გიჟი იყო. აი ეგეთი წერის უნარი მქონდეს და ვიყო გიჟი, ხო, რა პრობლემა არის. გიჟი გალაქტიონი იყო გიჟი, ანაირად იყო გალაქტიონი გიჟი. გიჟს ვისაც ეძახდნენ, მე რაც მახსოვს, ყველა ის იყო. ეს ლატანზე იძახდნენ ხოლმე რომ გიჟიო. გიჟი ტიპი, აი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არის ტოპი. თან ეგეთი ხასიათებით რო არის, მაგის გამო ეძახდნენ გიჟს და ეგ ხასიათები არის ყველაზე მეტად რაც მიზიდავს მაგ ადამიანში რა, ძალიან მედადებითება ეგ ადამიანი. ო, ინფლუენსერებს რო დაუბრუნდეთ. ამ წარმოიდგინეთ რომ ვიდეოსთვის გადასაღებად რაღაცა დროს ხარჯავთ. მე ამ ვიდეოს ედიტზე უფრო მეტი დრო იხარჯებ. ეს დაედიტებული რომ მოდის, მე ვნახულობ და მედიც. რაღაც შეცდომა თუ არის გაპარული, ის თუ არის გაპარული. რაღაცა ყველაფერი უნდა ავწონოთ, რომ რაღაცა მე თქვენთან უხარისხო პროდუქტი არ მოვიდეს იდეაში რა და თქვენ არ გეწყინოთ და მე სამომავლოდაც გადაწყვიტოთ ჩვენი ყურება. ხო და აქედან გამომდინარე, ედიტის მერე ჩვენ კიდე ერთხელ ვუბლით რაღაცებს. მე თუ რაღაცა შეცდომაა გაპარული, კიდე ედიტს სჭირდება რაღაცა პატარა დრო. მე ამ ყველაფერს სჭირდება სწორი thumbnail-ის მოფიქრება, ანუ სურათის, რომელიც ისა და მე ძალიან მიყვარს ეს სწორი thumbnail-ები რა, ანუ არ მიყვარს იც როგორი, აი, ვათამაშებ მანქანას, რო წერია და რო შედიხარ და არ თამაშდება მანქანა რა. ანუ რაც წერია იმასთან ახლოს უნდა იყოს, როგორც მინიმუმ რა. იქ პროსტა მანქანა ჩანს და გათამაშება და ეგ ორი სხვადასხვა არის რა. ანუ იდეაში ვათამაშებ მძიმე და მე მანქანა შეიძლება იყოს სწორი ფრაზა დაწერილი და ვიდეოში რო შეხვალ გათამაშებაც იყოს სადღაც რაღაც სათამაშებს და პახვდ მანქანაც იყოს. მაგრამ ვათამაშებ მანქანას როცა წერია, უნდა თამაშდებოდეს მანქანა. ანუ ეს ისე ვიძახი რა, ანუ არ ვიცი ვინმეს აქვს თუ არა ეგრე მანქანას ათამაშებ და არ გაათამაშებ. უბრალოდ ძალიან ისე დემო ვერსია თქვი, უცებ რაც გამახსენდა რა. ხო და მაგ ყველაფრის მერე წარმოიდგინეთ 1-2-3 დღე მაინც სჭირდება ედიტს, იმიტომ რომ ედიტორი არ არის ადამიანი, კი არა, არ არის რობოტი და არის ადამიანი და ადამიანს სჭირდება რაღაც დრო რომ დაისვენოს. ანუ 5 საათი რომ ედიტი აკეთო, ვერ მორჩები რა, მარტივი, აი 45 წუთიან ვიდეოს ვერ მორჩები. ნუ თუ გინდა რომ კარგი ედიტი იყოს. მაგას რომ მორჩები, მე მეორე დღესაც ხო უნდა გააკეთო, მესამე დღესაც უნდა გააკეთო. წარმოიდგინე, 1 დღე გვეხარჯება გადაღებაზე. 3 დღე გვეხარჯება ედიტზე. მეოთხე დღე გვეხარჯება გადავლაზე. მეხუთე დღე გვეხარჯება ისევ ედიტზე. მე-6 დღეს უკვე ფინალურად ვამზადებთ ყველაფერს, დავალაგებთ, იქ წარწერას გავუკეთებთ, იქ ყველა thumbnail-ს მოვიფიქრებთ, thumbnail-ს გავაკეთებთ და მე-7 დღეს ვდებთ. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ეს დღეები, როცა ედიტშია ეს ვიდეო, მაგ დროს ჩვენ ვფიქრობთ მეორე ვიდეო რა გადავიღოთ, რომ თქვენთვის ისევ საინტერესო იყოს. ხო და ძალიან ბევრი ტვინი იხარჯება რა და ტვინის დახარჯვა, ფიზიკური დახარჯვა უფრო რთულია რაღაც ეტაპზე, მაგრამ ტვინთაც რო იხარჯები, მე ფიზიკურადაც ითიშები რა. ანუ 10 საათი რო იფიქრო დღეში გაუჩერებლად, აუცილებლად ცუდად გახდები. ხო და ამ აუცილებლად ცუდად გახდომის მერე შენ რო ვიდეოს დადებ და მე კიდე რაღაც სხვა ვიდეოზე ფიქრობ თან, ანუ არ არის მარტივი საქმე რა. ძალიან ბევრი ვიმოდიალებ მე მგონი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა თუ აქამდე თუ უყურეთ ხო მით უმეტეს რა. მიყვარხართ, ძალიან მადლიერი დაგრჩებით თუ გამოიწერთ არხს და ალაიქებთ ვიდეოს და რამე ისეთ კომენტარს დაწერთ, რომ мотивация უფრო მომემატოს, იმიტომ რომ აქ თქვენი დახმარება ცოტათი დამჭირდება. ასეთი გაოფლილი რო ვიჯდები ხოლმე, მჭირდება რა თქვენი თანადგომა, რომ უკეთესად გავაკეთო ისეთი რაღაცები, რაც მე მინდა რომ გავაკეთო და ძალიან კარგმა მანქანამ ჩაიარა ჩემი გათვლებით და ხმებით, რაც გავიგო. ხო და ეტნასაც განახებთ ეხა თუ არ შეწუხდებით, თუნდაც თუ არ გამიგებთ. აი ბატონი ეტნა, აი ეს არის ბატონი ეტნა, აი ეს მე სათვალე მიკეთია და შეიძლება კარგად ვერ დავუმიზნო, მაგრამ მიხვდებით რა, აი ღრუბელი რომელი მთიდანაც ამოდის. აი ეგ არის ეტნა. და ძალიან კარგია. ო, ვიღაცები მე გვესალმებიან, არ ვიცი ვინ არიან. ვინმე ჩვენიანი ხო არა.
უი, ნინიკო და ისინი არიან. გადავალ ახლა, მაიც. ცოტა დიდი ვიდეო გამომივიდა, მაგრამ მადლობა და ბოდიში. კარგად, მიყვარხართ. წარმატებები.